საათობით წევ ხარ ლოგინში, უამრავი ფიქრები, ქაოსი, ატყობ კიდევაც რომ დაიღალე და გეძინება, თუმცა მაინც ვერ ახერხებ ჩაძინებას. დილით კი იღვიძებ დაღლილი თითქოს საერთოდ არ გძინებია და ასე გრძელდება დღეები და შეიძლება კვირებიც კი. თუ ეს ყველაფერი შენთვის ნაცნობია, მაშინ შენ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნები, რომელთა ძილის პრობლემები აქვთ. და ეს ვიდეო ზუსტად შენთვის არის, რადგან ამ ვიდეოში გასწავლი თუ როგორ მოახერხო და დაძლიო უძილობა, მოგიყვები იმის შესახებ, როგორ მოიწესრიგო ძილისა და ღვიძლის ფაზები და მისცე შენს ორგანიზმს ის უნიკალური რამ, რაც მას სასიცოცხლოდ ესაჭიროება კონკრეტულად მშვიდი ძილი და აღდგენა. პირველ რიგში საინტერესო იქნება გავარკვიოთ საერთოდ რატომ გვეძინება და რა განსაზღვრავს ჩვენს ორგანიზმში ძილისა და ღვიძლის ხარისხს. ძილისა და ღვიძლის ფაზების ცვალებადობას განსაზღვრავს ორი მექანიზმი, ერთი ქიმიური და მეორე ბიოლოგიური. ქიმიურ მექანიზმს რაც შეეხება, ეს არის მოლეკულა ადენოზინი. მარტივად რომ აგიხსნათ, ადენოზინი არის მოლეკულა, რომელიც ჩვენი ღვიძლის ხანგრძლივობასთან ერთად იზრდება. ანუ მაგალითად, თუ ჩვენ ღამე გვეძინა 8-9 საათის განმავლობაში მშვიდად, დილით გაღვიძებისთანავე ჩვენს ორგანიზმში ადენოზინის დონე იქნება დაბალი. ადენოზინი არის მოლეკულა, რომელიც ATF-ის ჩვენი ორგანიზმის უნივერსალური ენერგიის წყაროს დაშლის პროდუქტია. შესაბამისად, ამით ჩვენ ორგანიზმს შეუძლია დაარეგულიროს ბიოლოგიურად ის, რომ ჩვენი სხეული არ გადაიტვირთოს და განსაზღვრული დროის ღვიძლის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ ადამიანს მოერიოს დაღლილობა, ძილიანობა და ორგანიზმი გადავიდეს დასვენების ფაზაში. სწორედ ამ მექანიზმზე მოქმედებს მაგალითად კოფეინი, ყავა, ენერგეტიკული სასმელები, ისინი კონკრეტულად ბლოკავენ ადენოზინის რეცეპტორს. შესაბამისად, ამ რეცეპტორებს ადენოზინი ვეღარ უკავშირდება და ჩვენში ეს დაღლილობის და ძილიანობის განცდა, ასე ვთქვათ, დროში გადანაცვლდება. და მოგვიანებით, როდესაც კოფეინი დატოვებს ამ ადენოზინის რეცეპტორებს, ადენოზინი დაუკავშირდება ამ რეცეპტორებს და უფრო მეტიც, ამ რეცეპტორების სენსიტიურობის გაზრდიდან გამომდინარე, შესაძლოა უფრო დიდი ეფექტით გამოიხატოს ჩვენში დაღლილობაც და ძილიანობაც. მეორე მექანიზმი, რომელიც ჩვენი ღვიძლისა და ძილის ფაზებს აკონტროლებს და განსაზღვრავს, არის ცირკადული რითმი. მარტივად რომ აგიხსნათ, ეს გულისხმობს გაღვიძების დროს კონკრეტული ჰორმონების დონის აწევას და ძილიანობის დროს მათი დონის შემცირებას და სხვა საპირისპირო ჰორმონების დონის გაზრდას. მარტივად რომ გითხრათ, როდესაც ჩვენ ვიღვიძებთ, ჩვენს ორგანიზმში იზრდება სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დონე, ამას მოყვება ასევე ჰორმონ ადრენალინის დონის მატება და შესაბამისად ჩვენ გვგრძნობ თავს უფრო ფხიზლად. სწორედ კორტიზოლისა და ადრენალინის გამოყოფისთანავე იწყება ჩვენს ორგანიზმში ბიოლოგიური საათი, რომელსაც ეს ცირკადული რითმი ჰქვია და ამ ჰორმონების პიკიდან დაახლოებით 12-დან 14 საათში გაიზრდება მელატონინის დონე, რომელიც არის უკვე ძილის ჰორმონი. ეს გავიგეთ ზოგადად რა გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმში კონკრეტული ჰორმონები ძილღვიძლის ფაზაზე. აქვე მინდა გითხრათ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც ჩვენი ძილღვიძლის და ამ ბიოლოგიური საათის რეგულირებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და ეს არის მზის სინათლე. როდესაც მზის სინათლე ხვდება ჩვენს თვალს, ბადურაზე არსებობს სპეციალიზებული უჯრედები, განგლიური უჯრედები, რომლებიც ამ სინათლისგან მიღებულ სტიმულს ატარებენ თავის ტვინში სპეციალური ცენტრისკენ. ამ კონკრეტულ ცენტრს ჰქვია სუპრაქიაზმური ცენტრი და სწორედ ეს ცენტრი არეგულირებს, როგორც გითხარით, ამ ბიოლოგიურ საათს. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ჩვენი შინაგანი ბიოლოგიური პროცესების დასარეგულირებლად გაღვიძებისთანავე პირველივე საათებში რამდენიმე წუთით მივიღოთ ბუნებრივი მზის სხივი და ეს სტიმული, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ ბუნებრივად დავარეგულიროთ ჩვენი ძილღვიძლის ფაზები. აქვე პატარა მნიშვნელოვანი დეტალი, მაგალითად, ფანჯრის გავლით შემოსული მზის სხივი გაცილებით უფრო ნაკლები ინტენსივობის არის და ჩვენი თვალი დაახლოებით 30-ჯერ და 40-ჯერ უფრო ნაკლები ინტენსივობით აღიქვამს ამ სტიმულს. შესაბამისად, გარეთ გასვლა და რამდენიმე წუთით ბუნებრივი გამოსაფხიზლებელი სტიმულის მიღება არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ ჩვენ დავარეგულიროთ როგორც ჩვენი გაღვიძების, ასევე დღის ბოლოს უკვე ჩვენი ბიოლოგიური საათი თავის დროზე დაძინების რითმი. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა ზამთარში და მოღრუბლულ დღეებში როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი. ბევრი ადამიანი მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც ზამთარში მზის სერიოზული ნაკლებობაა, იყენებს ხელოვნურ ნათურებს, რომლებიც იმიტაციას ახდენენ მზის სხივის და ამით ცდილობენ, რომ ეს შინაგანი ბუნებრივი საათი, ასე ვთქვათ, დაირეგულირონ. ზუსტად იგივე ეფექტი აქვს, თუმცა საპირისპირო მზის ჩასვლას. ამ დროს მზის სინათლეში სპექტრის ცვლილება იწვევს ჩვენს ორგანიზმში საპირისპირო
უპირისპირო რეაქციების კასკადს, რის შედეგადაც საბოლოოდ გამოიყოფა მელატონინი, რომელიც უკვე როგორც გითხარით, ძილის ჰორმონად აღიქმება და გვეხმარება ჩვენ უკვე გადავიდეთ იმ ფაზაში, სადაც მოვახერხებთ მარტივად დაძინებას. პრობლემა ის არის, რომ თანამედროვე სამყაროში ჩვენ ხელოვნურ სინათლეზე, როგორც არის მაგალითად ტელევიზორი, ტელეფონი, ნებისმიერ დროს მიგვიწვდება ხელი და შესაბამისად საღამოს საათებში გამოყენებული ტელეფონი ან ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობა, რომელსაც აქვს ეს კაშკაშა ნათება, იწვევს ჩვენში სწორედ ამ მელატონინის კასკადის შეფერხებას, რაც შედეგად საბოლოოდ ძილის პრობლემებს უკავშირდება. უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ, რომ საღამოს თვალის ბადურა და ის სპეციალური უჯრედები, რომლებიც დასაწყისში ვახსენე, გაცილებით უფრო სენსიტიურები და მგრძნობიარეები არიან სინათლის სტიმულის მიმართ. შესაბამისად, დაახლოებით საღამოს 8-9 საათიდან უნდა მოვერიდოთ ხელოვნურ კაშკაშა ნათებას, თუ გვინდა რომ ჩვენს ორგანიზმს ხელი შეუწყოთ იმაში, რომ მარტივად დაიძინოს. უფრო მეტსაც გეტყვით, კვლევებითაც კი დადგენილია, რომ ღამის 11 საათიდან დილის 4 საათამდე ეს ხელოვნური ნათება და ეს სტიმული თრგუნავს თავის ტვინში დოფამინის გამოყოფას. ეს არის ფაქტობრივად ჰორმონი, რომელიც შინაგანი ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. მისი ნაკლებობა კი, როგორც ალბათ მიხვდებოდით, იწვევს დეპრესიისკენ მიდრეკილებას, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას, გაღიზიანებადობას, სწავლის და კოგნიტიური უნარის შემცირებას და ასე შემდეგ. ეხლა, როდესაც ეს უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური სტიმული გავიარეთ, მოგიყვებით, როგორ შევქმნათ იდეალური გარემო იმისთვის, რომ მარტივად დავიძინოთ. პირველი წესი ამ შემთხვევაში არის რეგულარულობა, რაც ყველაზე უფრო ეფექტურია. გულისხმობ იმას, რომ ყოველ დღე, მიუხედავად შაბათ-კვირისა, ერთ დროს დაძინება და ერთ დროს გაღვიძება არის საუკეთესო წამალი და გამოსავალი იმისთვის, თუ ადამიანს ძილის პრობლემები აქვს. იმიტომ რომ ეს რეგულარულობა აწესრიგებს კორტიზოლისა და მელატონინის ამ შინაგან ბიოლოგიურ რიტმს. ამ ბიოლოგიური რიტმის სინქრონიზება კი ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და მეტაბოლურ აქტივობაზეც კი პოზიტიურად აისახება. შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ტემპერატურა. ორგანიზმს სჭირდება, რომ შეამციროს ბაზალური ტემპერატურა დაახლოებით 1-1.5 გრადუსით იმისთვის, რომ ჩაიძინოს. შესაბამისად, გრილი ოთახის ტემპერატურა დაახლოებით 18-19 გრადუსი არის იდეალური იმისთვის, რომ ორგანიზმმა შეძლოს გადავიდეს დასვენებით ფაზაში და მიეცეს ძილს. შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ალკოჰოლი და კოფეინი. კოფეინის შემცველი ნებისმიერი სასმელი, იქნება ეს მაგალითად გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, რომელიც ასევე შეიძლება შეიცავდეს კოფეინს, ყავა თუ ენერგეტიკული სასმელი დაახლოებით 5-6 საათით ადრე ძილამდე უნდა შევწყვიტოთ და აღარ მივიღოთ. აი, რაც შეეხება ალკოჰოლს, შეიძლება ბევრი თქვენგანი ფიქრობდეს, რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ადამიანს მარტივად ეძინება. ეს შეიძლება ერთი შეხედვით ესე ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ალკოჰოლი ძილის ხარისხს მთლიანად ანადგურებს. ამას გარდა ძილის არქიტექტურას, რომელიც მნიშვნელოვანი ფაზებისგან შედგება, ალკოჰოლი აქაც აფუჭებს ყველაფერს და საბოლოო ჯამში ადამიანი ვერ იღებს იმ ღრმა ძილს, რომელიც ორგანიზმს სჭირდება იმისთვის, რომ დაისვენოს და მოემზადოს შემდეგი დღისთვის. შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს ორგანიზმს საშუალება, რომ მოემზადოს ძილისთვის. დღესდღეობით თითქმის არავის აქვს დრო იმისთვის, რომ კონკრეტული რიტუალები ჩაატაროს და მოემზადოს მაგალითად ძილისთვის და ადამიანები როგორც შუქს ვრთავთ მაგალითად საძინებელში, ზუსტად ასე მყისიერად გვინდა რომ ჩაგვეძინოს, თუმცა ეს რა თქმა უნდა რეალობისგან შორს არის. შესაბამისად, ძილამდე რამდენიმე საათით ადრე, მაგალითად 2-3 საათით ადრე, ინტენსიური ფიზიკური აქტივობა, ემოციურად როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური, ინტენსიური ემოციები ამ დროს უშლის ორგანიზმს ხელს რომ მოემზადოს დასვენებისთვის. ამიტომ მინიმუმ 1 საათით ადრე მაინც ძილამდე უნდა გაარკვიოთ თქვენზე ყველაზე მეტად დამამშვიდებლად რა მოქმედებს. ჩემს მაგალითზე რო გითხრათ, საღამოს დაბალი განათება ოთახში, სასიამოვნო მუსიკა და მაგალითად ჩაი ჩემზე ძალიან ეფექტურად მოქმედებს. გადავყავარ იმ მოსვენებულ მდგომარეობაში, საიდანაც უკვე დაძინება უმარტივესია. თუმცა როგორც გითხარით, ეს ინდივიდუალურად უნდა მოიფიქროთ თქვენთვის რა იქნება ყველაზე უფრო ეფექტური და რა მოგცემთ ამ მოდუნების საშუალებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მაგალითად ფიქრები, რომლებიც თავს არ განებებენ. გაგიკვირდებათ და იმისთვის, რომ ეს ფიქრები თავიდან მოიშოროთ, უბრალოდ უნდა შეწყვიტოთ მათთან ბრძოლა და უნდა შეწყვიტოთ თქვენი თავისთვის ძილის დაძალება. ამ დროს მაგალითად თუ დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში დაწოლიდან ვერ მოახერხეთ ჩაძინება, უკეთესი იქნება თუ ადგებით და სხვა რამე ისეთი დაბალი ინტენსივობით აქტივობით დაკავდებით, რომელიც თქვენთვის სასიამოვნოა. ამით დაეხმარებით თავის ტვინს, რომ შემდეგ, როდესაც თავიდან დაწვევით, ახალი ასოციაცია მოახდინოს, გადავიდეს მშვიდ ფაზაში და თქვენც მარტივად შეძლოთ დაძინება. ძალიან ხშირია ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, ღამე ძალიან გვიან იძინებენ და შესაბამისად
შესაბამისად დილითაც გვიან უწევთ ადგომა. ეს ბევრ ადამიანს აწუხებს, თუმცა არ იციან ამ დროს როგორ მოიცენ ეფექტურად იმისთვის, რომ არასასულველ რიტმს თავი დააღწიონ. აქედან მარტივი გამოსავალი არის, რომ დასაწყისში უბრალოდ დაიხმაროთ მაღვიძარა და პირობითად თქვათ, რომ შემდეგ დღეს გაიღვიძოთ დილის 7 საათზე და საღამოს კონკრეტულად მაგალითად 10 საათამდე არანაირი შუადღის ძილი და არანაირი მსგავსი რამ, რაც მაგალითად თქვენ ამ ძილის სურვილს მოგიკლავთ, არ უნდა გააკეთოთ და საღამოს სასურველ დროს უნდა ეცადოთ, რომ დაიძინოთ. ის ძილის ნაკლებობა, რაც მაგალითად დილის 7 საათზე ადგომით მიიღეთ, მოგცემთ საშუალებას, რომ საღამოს თავის დროზე დაიძინოთ და შემდეგ, როდესაც რეგულარულად მოახერხებთ, რომ ამ რიტმში ჩაჯდეთ, თქვენი ორგანიზმიც ეცდება და გადაანაცვლებს შინაგან ბუნებრივ საათს და მოარგებს, ასე ვთქვათ, თქვენს სასურველ ახალ გრაფიკს. ახლა კი ყველაზე საინტერესო იწყება ამ ვიდეოში, რადგან მოგცემთ კონკრეტულ რჩევებს, როგორ გავიმარტივოთ ჩაძინების პროცესი. პირველი არის სუნთქვის წესი 4-7-8. სუნთქვა არის ერთადერთი ფუნქცია, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ნებითად გავაკონტროლოთ ჩვენი ნერვული სისტემის ვეგეტატიური ნაწილი. ვეგეტატიური ნაწილი მარტივად რომ აგიხსნათ, არის ის ნაწილი, რომელიც აკონტროლებს მაგალითად ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ან გულისცემის სიხშირეს. ანუ ნერვული სისტემის ის ნაწილი, რომელზეც ჩვენ ნებითად გავლენას ვერ ვახდენთ. ჩვენ სუნთქვის კონკრეტული სავარჯიშოების ან სიხშირის შეცვლით შეგვიძლია ჩვენს ამ უნებურ ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე გავლენა მოვახდინოთ. და სწორედ აქ შემოდის ეს 4-7-8 წესი. ეს ნიშნავს იმას, რომ 4 წამის განმავლობაში უნდა ჩავისუნთქოთ, 7 წამის განმავლობაში გავაჩეროთ სუნთქვა და 8 წამის განმავლობაში ამოვისუნთქოთ. ეს ყველაფერი უნდა გავიმეოროთ დაახლოებით 5-6 ჯერ. ამით აქტიურდება ჩვენი ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ნაწილი, გასაგებენაზე რომ აგიხსნათ ის ნაწილი, რომელიც ჩვენს მოსვენებაზეა პასუხისმგებელი და შესაბამისად ორგანიზმი ამით იღებს სიგნალს, რომ მას შეუძლია მოდუნდეს, მოეშვას და გადავიდეს ძილის ფაზაში. მეორე რჩევა არის თბილი შხაპი. ძილის წინ თბილი შხაპის მიღება სწორედ იმ ეფექტს გვაძლევს, რაც ცოტა ხნის წინ აღვნიშნე, კონკრეტულად ტემპერატურის დავარდნას. შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს თბილი წყლის გადავლება, რანაირად უნდა იწვევდეს ორგანიზმის გაგრილებას, მაგრამ ამას ეხლავე აგიხსნით. თბილი წყლის მოქმედების შედეგად ჩვენს კიდურებში და პერიფერიაზე, ასე ვთქვათ, ფართოვდებიან სისხლძარღვები, რის შედეგადაც ჩვენს ორგანიზმს მარტივად შეუძლია სითბო გასცეს. შემდეგი რჩევა არის ძილის კონკრეტული რუტინის შემუშავება. ამაზე უკვე ვისაუბრე და ამიტომ აღარ გავშლი ამ ნაწილს. უბრალოდ დაიმახსოვრეთ ძილის რუტინა, როდესაც ამას რეგულარულად გაიმეორებ, ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც მაგალითად საძილე აბი და ორგანიზმს პირდაპირ აძლევს სიგნალს, რომ აქედან დაახლოებით რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს ძილის პროცესი. და ბოლო, უმნიშვნელოვანესი რჩევა, არ დაიძალო ძილი. თუ ამჩნევ, რომ გიჭირს ჩაძინება, იმაზე ფიქრი, რომ აუცილებლად ეხლა უნდა დაიძინო, არაფერში დაგეხმარება. პირიქით, უფრო გამოიწვევს ადამიანის აგზნებას და აგზნებასთან ერთად ძილის გაქრობას. ამ დროს ყველაზე ეფექტურია ვეცადოთ და მოვეშვათ და გამოვიყენოთ კონკრეტული ტექნიკა, რომლის დახმარებითაც უნდა ვეცადოთ და ჩვენი სხეულის თითოეული ნაწილი თავისი მთლიანობით აღვიქვათ. მაგალითად, დავიწყოთ ქვედა კიდურებით და ფეხის ტერფებით. ვეცადოთ, რომ მთლიანად აღვიქვათ და შევიგრძნოთ თითოეული ნაწილი ჩვენი ფეხის ტერფის და სუნთქვის პარალელურად ყველა ამოსუნთქვაზე ვეცადოთ და ჩვენი ქვედა კიდურის თითოეული კუნთი მოვადუნოთ. ეს ყველაფერი უნდა გავიმეოროთ იქამდე, სანამ ჩვენი სხეულის ყველა ნაწილს მთლიანად გონებაში არ გავივლებთ და არ ვეცდებით, რომ მთლიან სხეულზე კონტროლი მოვიპოვოთ და ამ კონტროლით ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად მოვეშვათ. დამიჯერეთ, თუ ეცდებით ამ ყველაფრის განხორციელებას, ეფექტი აუცილებლად გაგავაცებთ. ეს იყო ჩემი რჩევები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემიდან გამომდინარე, არამედ სამედიცინო და სამეცნიერო საზოგადოებების მიერ აღიარებული რჩევებია, რომლებიც სწორად გამოყენების შემთხვევაში ხშირად ადამიანების უმრავლესობაში დიდი ეფექტურობით გამოირჩევა. ამიტომ სცადეთ აუცილებლად და დაწერეთ კომენტარებში კონკრეტულად რომელი რჩევა დაგეხმაროთ უფრო მეტად და დაამარცხეთ თუ არა თქვენი ძილის პრობლემები. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. მე კი ვეცდები, რომ ყოველ კვირას დაგიბრუნდეთ საინტერესო სამედიცინო თემებით.